დილა მშვიდობი. მოგესალმებით. ერთხელ. მათ ვინც ახლა შემოგვიყვანეთ. დილის პალიტრა, თქვენთან ერთად ვიმყოფებით და უნდა ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, იმიტომ რომ ახლა საკმაოდ ბევრი ვირუსი მძვინვარებს. ძალიან გვეშინია ყველას, რომ ეს ყველაფერი არ დაგვემართოს და ვიცით ეს პანდემიიდან გამომდინარე ელემენტარული წესების დაცვა გვიწევს, თუმცა მაინც ძალიან უჭერთ ხოლმე, რომ პირვადებით მე იშვიათად ვხედავ, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში ადამიანებს, რაღაცების შეხსენება გვჭირდება, თუნდაც იმის შეხსენება, რომ ახლა ძალიან რთული პერიოდია. და იმის გაგება კიდევ რამდენ ხანს გასტანს ეს რთული პერიოდი ჩვენს ცხოვრებაში. რამდენ ხანს გასტანს ეს პერიოდი და შემდეგ კიდევ როგორ უნდა მოვაგვაროთ და ვებრძოლოთ ამ ყველაფერს. ამიტომაც უნდა გესაუბროთ ამ თემაზე, რომელიც არის დაკავშირებული ვირუსებთან. ჩვენი სტუმრები არიან და ამ თემაზე სასაუბროთ მოვიდნენ ჩვენთან ერთად ხეჩინაშვილის სახელმწიფო საუნივერსიტეტო კლინიკის ოტორინოლარინგოლოგი, ქირურგი, მედიცინის დოქტორი, ევროპის ოტორინოლარინგოლოგიისა და თავკისრის ქირურგის ასოციაციის დამსახურებული წევრი ქალბატონი ხათუნა ჩიტაძე, რომელმაც ჩემს გლანდებსაც უშველა თავის დროზე. და საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM Pharma-ს საფთიაქო გაყიდვების მენეჯერი ჟანა მაღლაკელიძე. დიდი მადლობა, რომ იმყოფებით ჩვენთან ერთად და ჩვენს მაყურებელს უნდა მივაწოდოთ შეიძლება ითქვას უფასო კონსულტაცია, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი ადამიანი გვიყურებს ახლა და გვადევნებს თვალს, რომელსაც შეიძლება უკვე ეს რაღაც ვირუსთან ბრძოლის პერიოდი აქვთ, ამიტომაც მათ მინდა რომ ვესაუბროთ ქალბატონო ხათუნა და თქვენ მიაწოდოთ ეს ინფორმაცია, აი ახლა რა ვირუსებიც ვრცელდება, როგორ უნდა დავიცვათ თავი და ზოგადად რა არის ის ყველაზე ესეთ გავრცელებული ვირუსები, რასაც აი ახლა ვებრძვით. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ძალიან აქტუალური თემაა დღეს განსაკუთრებით, იმიტომ მძვინვარებს მართლა სერიოზული პრობლემაა ვირუსული ფონი. ძალიან ბევრი ვირუსია, მაგრამ ამ ვირუსთა შორის პირველ ადგილზე მაინც გრიპის ვირუსი არის აქტიური, განსაკუთრებით A და B ფორმა და A ფორმა ბოლო პერიოდში სტატისტიკურად ძალიან ბევრია რეალურად. ეს იგივე H1N1 ვირუსი გახლავთ, ეგრეთ წოდებული ხორის ვირუსი. ყველა ვირუსის სიმპტომატიკით ერთმანეთს გავს, გამოირჩევა აგრესიულობით და H1N1 ვირუსი სწორედ ძალიან აგრესიული ფორმა, ძალიან ხშირად გვაძლევს უშუალოდ გართულებებს. ეს იქნება ხანგრძლივად მიმდინარეობს, აქვს ვითომ და ნახევრად გამოჯამთელების პერიოდი, მერე თავიდან შემოbrunდება და გვაძლევს უკვე გართულებებს, როგორც არის ტონზილი, პარატონზილარული აბცესი, სინუსიტები, ოტიტები, ამიტომ ჭირდება აუცილებლად მეთვალყურეობა. გამოვლინებიდან მართულებით პრობლემები აქვს. პირველი არის ხოლმე, რომელიც მოშვებად მე ძალიან რთული ხდება. კი, ძალიან რთულია ნამდვილად და სასურველია, რომ ადრეულ ეტაპზევე სიმპტომატიკის გამოვლენისთანავე პაციენტმა დაიწყოს ზრუნვა საკუთარ ჯანმრთელობაზე, მანამ სანამ გართულდება და დაჭირდება უკვე სპეციალისტის ყურადღება და მეთვალყურეობა. ფაქტობრივად უმჯობესია ის, ვინც ხშირად იყენებს თქვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს ან თავშეყრის ადგილებში ხშირად იყრის თავს. მე ვფიქრობ, რომ პირბადის გამოყენება ამ შემთხვევაშიც ძალიან კარგი ვარიანტია. რა თქმა უნდა. და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა იწვევს ამ რესპირაციული ინფექციების გავრცელებას და გააქტიურებას, როცა ვიცით ეს უფრო მეტად შეგვიძლია მოვიბილიზდეთ, როგორ ვებრძოლოთ მის გავრცელებას. ესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ხელი არ შევუწყოთ და თავიც დავიცვათ. ვირუსები ჩვენს გარშემო მთელი წლის განმავლობაში ცირკულირებენ, მაგრამ მთავარი ფაქტორი, რაც იწვევს ამ ვირუსების გააქტიურებას, ეს არის გაციება. და შესაბამისად, აციების პერიოდის დადგომისთანავე, ეს ნოემბრის შუა რიცხვებიდან მოყოლებული ადრეული გაზაფხულის ჩათვლით, სწორედ სტატისტიკურად ყველაზე მეტად გამოვლინდება ხოლმე ავადობის ანუ მარტის თვეც კი, სიფრთხილე გმართებს და საჭირო აუცილებლად იგივე გრიპის ვაქცინაციის ჩატარება, იმუნომოდულაციური პრეპარატების მიღება, ანუ ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, ის ყველაფერი, რაც ჩვენი იმუნური სისტემის გაძლიერებას გამოიწვევს. ეს პირველი საშუალება, რითაც შეიძლება, რომ ჩვენ თავი დავიცვათ. რამდენად ხშირია მომართვიანობა ამ მიმართულებით ექიმებში, ანუ რამდენად ხშირად მოგმართავენ ბავშვებში, რა ასაკობრივ კატეგორიაში მეტწილად პრობლემა?
თვითონ ვირუსებით დაინფიცირება გამომდინარე იქიდან, რომ იმუნოდეპრესიის ფონი, იმუნური სისტემა ჯერ ჩამოყალიბებული არ არის პატარა ასაკის ბავშვებში, ასაკოვან პაციენტებში ნაკლები, ასევე იმ პაციენტებში, ვინც ქრონიკული ავადობის მაჩვენებელს წარმოადგენენ და ბევრია სტატისტიკურად ასეთი პაციენტების რაოდენობა, რა თქმა უნდა, ვირუსები აქ უფრო მეტად აქტიურდება ხოლმე და კლინიკურად ვლინდება. მომართვიანობა ძალიან მაღალია, განსაკუთრებით ამ პერიოდში. შეიძლება ითქვას 10 პაციენტი და 8 სწორედ მწვავე რესპირატორული ინფექციების გართულების შედეგს წარმოადგენს და მოგმართავენ უკვე ამ გართულებების სამკურნალოდ. მე ახლა ოტორინოლარინგოლოგი ვარ და პრაქტიკულად საწყისი თერაპია ჩემთან მოხვედრილ პაციენტთან პრაქტიკულად არ მჭირდება. იქ უკვე გართულებული მაქვს სინუსიტებია, ტონზილიტები გახლავთ, სუნთქვის მძიმე უკმარისობით მოდის პაციენტი და აუცილებელია დროულად ასეთ პაციენტებში ჩარევა. ხო, ეს მიმღებლობა ნაკლებად გვაქვს. გონიათ გავცვიდი, გონია ვირუსი გვაქვს და იქ იმთან მივდივართ უკვე კრიტიკულ მდგომარეობაში. ან არის ის, რომ ეს როდესაც ვირუსების პერიოდია, უბრალოდ გავცივდის ამბობს ვიღაც რომ რაღაცა ცოტა შემცივდა, მაგრამ გონია რომ მათაც რაღაცნაირი რეკომენდაცია უნდა მივცეთ, იმიტომ რომ ვირუსები მძუნორებს და რთული პერიოდია. ერთი კითხვა მაქვს ძალიან საინტერესოა. ვირუსია და არა უბრალოდ გავცივდი. კი, ვირუსი და გაციება. ამასთან მიმართებით ცოტა ასთა სხვადასხვაობაა ხოლმე. არ არსებობს გაციება, ზოგი ამბობს და ყველა ვირუსია და ამბობენ რომ გაციება არ არის გადამდები და არ შეგვიძლია მის გავრცელება. ძალიან საინტერესოა რეალური მოცემულობა ამ ყოველივესი როგორია. არსებობს თუ არა სხვაობა გაციებასა და ვირუსს შორის? ძალიან დიდი განსხვავება არსებობს. გადაციებით შეიძლება ჩვენ რომელიღაც ეს ვირუსული ფონი იქნება, ბაქტერიული იქნება თუ რომელიმე ალერგენის მიმღებლობა იქნება, ხელი შეუწყოთ უბრალოდ ორგანიზმში მათ შეღწევადობას და შესაბამისად იმუნოდეპრესიის ფონზე მათ გააქტიურებას ორგანიზმში, თუმცა ცალკე გაციებით ავადობა არ ვლინდება. ორგანიზმს გააჩნია იმ საკომპენსაციო მექანიზმები, რომ ტემპერატურული გრადიენტი დაარეგულიროს მარტივად ორგანიზმში. ამიტომ როგორც წესი, ან ვირუსთან გვაქვს საქმე, ან ბაქტერიულ ფლორასთან, ან რომელიმე ალერგენის აგრესიულ ფორმასთან. და ასევე ჩვენს მაყურებელს რომ ავუხსნათ, რომ მათ ჰქონდეთ ინფორმაცია მწვავე რესპირაციული ინფექციების დროს, რატომ არის ყოველთვის სამიზნე, ცხვირი, ყელი და რაღაცა ეს მიდამოები, იმიტომ რომ ყველას ერთი და იგივე სიმპტომები აქვს თითქმის. და შემდეგ უკვე როგორ უნდა ვებრძოლოთ, ამაზეც გადავიდეთ. ცხვირხახის მიდამო არის პირველი ბარიერი, სადაც აღწევს ბაქტერიაც, ვირუსიც, ალერგენით. ამიტომ პირველი სიმპტომები, რაც ვლინდება ამ დროს, ეს არის სწორედ ყელის ტკივილი, ყლაფის გაძნელება, ტემპერატურული რეაქცია, რომელიც H1N1-ის შემთხვევაში ძალიან მაღალი ტემპერატურით ვლინდება და ძნელად ემორჩილება ტემპერატურის დამწევ საშუალებებს, ცხვირის სუნთქვის გაძნელება, ცხვირიდან უხვი გამონადენი, საერთო სისუსტე. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის დაკვალიანება, რა გამოვიყენოთ სწორედ აი ამ საწყის ეტაპზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ის, რაც ადრეულ ეტაპზე დავიწყებთ ადგილობრივი საშუალებებით მკურნალობას, ძალიან ხშირად თავს ავარიდებთ და დავიცავთ ჩვენ საკუთარ ჯანმრთელობას გართულებებისგან, სხვადასხვა სახის გართულებებისგან. არსებობს ყელის ტკივილის შემთხვევაში ძალიან ბევრი საწუწნი აბი და მნიშვნელოვანია მათი შემადგენლობა, ამიტომ შემადგენლობა განსხვავებულია. საწყის ეტაპზე მნიშვნელოვანია ანთების საწინააღმდეგო ეფექტთან ერთად ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი ჰქონდეს და ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტაბლეტის გამოყენება სწორად მოხდეს, იმიტომ ერთხელ ჩავწუწნი არ მიშოლა თავი გავანებე, ეს შედეგს არ მომცემს. ამიტომ აუცილებელია ასეთი საწუწნი ტაბლეტი გამოვიყენოთ 3 საათში ერთხელ, მინიმუმ 3 დღის განმავლობაში და თუ 3 დღის შემდეგ ეფექტი არ გვექნება, თავისთავად მივმართავთ უკვე შესაბამისი სპეციალისტს. გადაჭარბებული დოზა იწვევს პრობლემას, ესეც საინტერესოა, იმიტომ რომ ხშირად არასწორი გამოყენებაზე არის ხოლმე ბევრი კომენტარი ამას რა თქმა უნდა, ყველა წამალი თავისთავად გადაჭარბებული დოზის გამოყენების შემთხვევაში მთელ რიგ გართულებებსაც გვაძლევს. ამიტომ 3 საათზე უფრო ხანმოკლე დრო იწამლის გამოყენება საწუწნავებს გულისხმობ არ არის რეკომენდირებული. ამასთან გამოყენებიდან 9 საათი მნიშვნელოვანია ეს კომპონენტიც, არც სითხე უნდა მიიღოს პაციენტმა და არც საკვები მიიღოს, რომ მოხერხდეს ადგილობრივად ანთების საწინააღმდეგო და კეულგამაყუჩებელი ეფექტის გამოვლენა.
კი ბატონო. ასეთი ძალიან კარგი პრაქტიკაში დანერგილი მაქვს მე ბენზილორი. აი ძალიან მიყვარს ჩემი მარჯვენა ხელია და ძალიან სწრაფად და ეფექტურად ხსნის აი ამ სიმპტომებს. კი ბატონო, მოკლედ, რადგან ახლა ეს ბევრი შეიძლება ისეთი ადამიანი გვიყურებს, მეტი ბევრი არ არის უბრალოდ არ ვუსურებ არავის, რა თქმა უნდა, უბრალოდ შეიძლება რადგან ეს ვირუსული პერიოდია, ბევრი მათგან იყოს, ახლა რომელსაც ჩვენგან უფრო სანდო და კონკრეტული რჩევები სჭირდება. საუბრობდით ვირუსებზე, რომელიც ახლა ცირკულირებს და გავრცელებულია და სახლის პირობებში როგორ შეგვიძლია რომ ამ ყველაფერს ვებრძოლოთ, იმიტომ რომ როგორც ვიცით, ჩვენ ქართულ ხალხს გვედარება ხოლმე ექიმებთან მისვლა, სანამ ძალიან არ გაგვიჭირდება. ამიტომაც არის ისეთი მედიკამენტები, რომელიც შეგვიძლია რომ ექიმის რეკომენდაციითაც თუ მის გარეშეც, ასე რომ თქვა, ჩვენს თავს მივაშველოთ. ამიტომაც, ხალბატონო ჟანა, თქვენგან მინდა რომ ახლა თქვენთან ერთად მინდა რომ გავაგრძელოთ ჩვენი მაყურებლის აი იმ ინფორმაციით მომარაგება. როგორ შეგვიძლია რომ თავი დავიცვათ, აი ეს ხვირხახის, ასე რომ თქვა, მინდა მოვიარეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი დისკომფორტის მომენტი, იმიტომ რომ ეგრეთ წოდებული პარაცეტამოლის დალევა ყველამ ვიცით, მაგრამ შემდეგ უკვე რა გავაკეთოთ, ეგ აღარ ვიცით. ამიტომ გელოდებით. მივესალმები კიდევ ერთხელ ჩვენს მაყურებელს, ვიდრე შეთავაზებებზე ვისაუბრებ, მოკლედ მინდა კომპანიის შესახებ მივაწოდო ინფორმაცია. GM Pharma ის გახლავთ 100%-ით ქართული ინვესტიციით დაფუძნებული საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია. ჩვენი მედიკამენტები და ბიოლოგიურად აქტიური დანამატები იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნების და საქართველოს GMP-ის სერტიფიცირებულ საწარმოებში. ჩვენ გვაქვს 140 ბრენდი, 230 გამოშვების ფორმი და პრაქტიკულად ყველა თერაპიულ მიმართულებას მოვიცავთ, მათ შორის საკვებ დანამატებსაც. ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ მოკლედ ძალიან გავრცელებულია ეს რესპირაციული ინფექციები, ამიტომ არასასიამოვნო სიმპტომებიც ახლავს თავს, როგორც თქვენ აღნიშნეთ. ეს სიმპტომები არის საკმაოდ შემაწუხებელი, როგორიც არის მაგალითად გაძნელებული ცხვირი წუნთქვა. ჩვენ ამ რთული ასატანია ცხოვრების ხარისხს გვიმცირებს, ესე რომ ვთქვათ, არ გვინდა არაფერი, არ გვიხარია არაფერი. ვინაიდან ვერ სუნთქავთ კარგად პოპულარულ ენაზე ვეძახით ცხვირის გაჭედვას. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია პაციენტებს ურჩიოთ ქსილომარინი, რომელიც შეიცავს ქსილომეტაზოლინს და რას აკეთებს? მუდმივ მეგობარ. ძალიან სწრაფად ახდენს ლორწოვანი შეშუპებას და ხსნის ზუსტად აი ამ გაჭედილ ცხვირს. არ იწევს თქვენ ძალიან კარგად გწოდნიათ ამ პრეპარატის შესახებ. არ იწევს დამოკიდებულებას, 2 წუთში იწყებს მოქმედებას და გრძელდება 8 საათის განმავლობაში. ძალიან მნიშვნელოვანია 8 საათის განმავლობაში, როგორც პატარა, ასევე მოზრდილი პაციენტი სუნთქავდეს ძალიან კარგად, ხომ? ორი ფორმით გვაქვს, როგორც საბავშვო, ასევე მოზრდილდა ფორმით, რაც შეეხება აქციას. 1+1 აქცია მიმდინარეობს ამ პრეპარატზე PSP სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. კი, მიმდინარე წლის მარტის ჩათვლით და რატომ? როგორც აღნიშნეთ, თებერვალი-მარტი საკმაოდ ესეთი აქტიური პერიოდია, ხო, ვირუსული ინფექციების. ამიტომ იმისთვის რომ გაუადვილოთ ადამიანებს, ხომ, ჯანმრთელობაზე ზრუნვა, ამ კამპანიის ფარგლებში ჩვენ ესეთი შეთავაზებები გვაქვს ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. რაც შეეხება შემდეგ სპრეის, ეს გახლავთ ნიამარინის სპრეი. ეს არის განსხვავებით ქსილომარინისგან, შეიცავს ზღვის წყალს და პანთენოლს და რას აკეთებს? ცხვირის ღრუს დატენიანებას უზრუნველყოფს, გვიცავს მექანიკური გაღიზიანებისგან და გამოშრობისგან. პატარებში განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია ყოველდღიური ჰიგიენისთვის, ცხვირხახის ჰიგიენისთვის. საკმაოდ მოსახერხებელია, ვინაიდან სპრეის ფორმა აქვს და იმდენად უსაფრთხოა, რომ ჩვილობის ასაკიდან ინიშნება. არ იწევს, რა თქმა უნდა, მიჩვევას, ვინაიდან ზღვის წყალს და პანთენოლს შეიცავს. კი. ასევე მიმდინარეობს ასევე აქცია დამოკიდებული არა, უბრალოდ ჩემთვის იმდენად ცუდი მომენტია, როდესაც სხვირით ვერ სუნთქავ და ასეთ დროს მომარაგებული ვარ. ჯერ ნიამარინით უნდა გამოვირიცხოთ კარგად და შემდეგ უნდა ჩავიცეთოთ. კი, შემდეგ უნდა გამოვიყენოთ ქსილომარინი. ნიამარინზეც 1+1 აქცია გვაქვს PSP სააფთიაქო ქსელში მარტის ჩათვლით. 31 მარტის ჩათვლით. შემდეგი პროდუქტი არ შემიძლია ბენზილორზე არ ვთქვა, ქალბატონმა ხათუნამ აღნიშნა, რომ ბენზილორი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პრეპარატი გახლავთ, რადგან შეიცავს ორი უნიკალურ კომბინაციას, ეს არის ანტისეპტიკი და ტკივილგამაყუჩებელი ერთად. ტკივილის კუპირება ძალიან სწრაფად ხდება და ასევე ლორწოვანის აღდგენაც ძალიან სწრაფად ხდება. ამ შემთხვევაში აქცია მიმდინარეობს PSP სააფთიაქო ქსელში 1+1. შეგვიძლია ფირფიტის შეძენის შემთხვევაში მეორე ფირფიტაც მივიღოთ საჩუქრად, კოლოფის შეძენის შემთხვევაში მეორე კოლოფი მივიღოთ საჩუქრად. ტემპერატურა ასევე შემაწუხებელი ფაქტორია, ვიცით. ამიტომ პერუფენი ეს გახლავთ სიცხის დამწევით, ტკივილგამაყუჩებელი ანთების საწინააღმდეგო მოქმედების, დიახ.
ორი სახით გვაქვს, როგორც კაფსულები, ასევე სუსპენზია. კაფსულები გვაქვს 204 მგ-იანი, სუსპენზიას რაც შეეხება არის პედიატრიული ასაკის მარწყვის და ანუ სიროპის სახით მიიღება. დიახ, სუსპენზიის სახით მიიღება, ეს უკვე პედიატრიული ასაკია. 200 მგ-იან კაფსულებზე მიმდინარეობს PSP-ს აფთიაქში ასევე 1+1 აქცია. ისმიკიძე მინდა ვთქვა, ეს არის პირის ზღვის პრობიოტიკი, რომელსაც აქვს იმუნომასტიმულირებელი მოქმედება და ორი სიტყვით მინდა ხაზი გაუსვა, რას ნახეთ. როდესაც პედიატრიულ ასაკში ჩვენ გვაქვს გართულებული ანტიბიოტიკოთერაპია, ამ შემთხვევაში გართულებული რესპირაციული ვირუსები და ანტიბიოტიკოთერაპია გვჭირდება. ამ დროს ანტიბიოტიკი როგორც კარგ ფლორას, ცუდ ფლორას კლავს, ანუ პირობით პათოგენულსაც კლავს. ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ გვერღვევა პირის ზღვის მიკრობიომა და აუცილებელია რომ აღვიდგინოთ ეს პირის ზღვის მიკრობიომა, ვინაიდან სტომატიტები შეიძლება განვითარდეს და სხვადასხვა ტიპის ინფექციები განვითარდეს ზრდასრულებისთვისაც არის ხო? რა თქმა უნდა, ეს შეგვიძლია როგორც ბავშვებში, პედიატრიულ ასაკში, ისე ზრდასრულებში გამოვიყენოთ. ისმიკიძეც მიმდინარეობს აქცია 1+1, ასევე PSP-ს აფთიაქოქსაში და ბოლო პროდუქტზე მინდა ვთქვა, ეს გახლავთ პულმოლანი. ერთ-ერთი შემაწუხებელი ფაქტორი არის ასევე ხველება, დიახ. ამ დროს ჩვენ ვიყენებთ ამოსახველებო საშუალებას. პულმოლანი ძალიან რთულია. ძალიან რთულია. ძალიან რთული და ძალიან შემაწუხებელია, კი. ჩვენ გვაქვს ამ შემთხვევაში ორი ფორმით. ტაბლეტიც გვაქვს და სუსპენზიის სახითაც გვაქვს. ეს არის ამბროქსოლის ჰიდროქლორიდი. შეგვიძლია ნახეთ რას აკეთებს პულმოლანი, როდესაც იგივე ანტიბიოტიკოთერაპიით მკურნალობთ, პულმოლანი მის ეფექტს აძლიერებს, თერაპიულ ეფექტს. ამიტომ კომბინაციაში არის ძალიან ეფექტური. ტაბლეტები შეგვიძლია მოზრდილებში, სუსპენზია შეგვიძლია პატარებში, თუმცა ზოგ შემთხვევაში არ მოსწონთ ტაბლეტი მოზრდილებს, ამიტომ სუსპენზია შეგვიძლია პატარებში. არჩევანი არის ყოველ შემთხვევაში. ეს არის ძალიან სანდო რეკომენდაცია, იმიტომ რომ ალბათ ხათუნად ჩვენთან ერთ იმყოფება, რომელსაც ეს ყველაფერი ესმოდა და იცის, რომ ეს არის ალბათ ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტარული საბაზისო იქნება თუ რაღაც გამოცდილების გაზიარება, რომელსაც შეუძლია რომ ადამიანმა საკუთარ სახლში რაღაცნაირად შეიმსუბუქოს ის სირთულები, რომელსაც ეს ვირუსები, ესე რომ ვთქვათ, ჩვენს ორგანიზმს აზიანებს და წვეთებს და ხველების საშუალებას რაც შეეხება, მე საკუთარ თავზე მაქვს ორივე გამოცდილი და მეც გიერდდებით იმაში, რომ ანუ აღვნიშნო მათი უნიკალურობა ნამდვილად. კი ბატონო, ყველას რა თქმა უნდა ჯანმრთელობა უნდა ვუსურვოთ. ეცადონ მაინც რა ექიმის რეკომენდაციის დაგეგმოს მკურნალობის პროცესი, სირთულების მიხედვით ხდება რა თქმა უნდა, თუმცა ვისაც შეუძლია სახლში მკურნალოს და გამოადგეს ეს ელემენტარული რჩევები, თან მოიხდეს PSP-ს ფასდაკლებები ყოველთვის გვანებიურებს და ძალიან გულხარია. და თავის დროზე მიმართონ ექიმს პირველ რიგში. ვთქვათ, რომ 31 მარტის ჩათვლით მიმდინარეობს ეს აქცია, ძირითადად 1+1 აქციას ეხება, ოჯახის ყველა წევრისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ, ვინაიდან ეს აქცია გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო მეტად შევიმსუბუქოთ და მარტივად მოუვაროთ საკუთარ თავს. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადოთ, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმრები. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს მაყურებელს მოვამარაგოთ და ვუთხრათ ის მნიშვნელოვანი რჩევები, რაც მათ ჯანმრთელობაზე აისახება.